ხო, აი როგორც კი ადამიანი, როგორც თავის აზრს შეიქმნის, ის უკვე ყველასთვის მოსაწონი ვეღარ იქნება. საწინააღმდეგო აზრი მტრობას არ უნდა ნიშნავდეს. აი მე ამიტომ ვამბობ, რომ ეს ალბათ კი არა დარწმუნებული ვარ რაღაცა პერიოდის მერე, რამდენიმე წლის მერე ეს ყველაფერი დაცხრება, დამშვიდდება, გაირკვევა, დარეგულირდება, მაგრამ ჩვენ ერთმანეთთან სალაპარაკო ეს უნდა გქონდეს, იცი, აი კიდე ლუფტი დატოვებული, აი ამ ჩხუბის, შეურაცხყოფის და რაღაცის გარეშე, ესეთი რწმენა, რომ შენ ხარ მართალი და შენ გესმის და სხვას მეტი არაფერი არ ესმის, აი ეს ორივე მხრიდან არის და ეს არის ძალიან ესეთი მტკივნეული და ძალიან აზარალებს და ხელოვნება და კინო და თეატრი ძალიან სუბიექტური რამეა. ეს არ მიკვირს, რომ ეს ყოველთვის ესე იყო, როგორ ერთს მოსწონს, ადამიანს არ მოსწონს, ეს არის ნორმა.